გამარჯობა. მე ვარ ანა კვანტრიშვილი, ფსიქოლოგი და დღეს გვაქვს ლაივ ჩართვა. დღეს ესე კონკრეტული თემა არ მაქვს, მაგრამ მაქვს რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რომელიც პირადში მომწერეს და რომელიც ვფიქრობ, რომ პირადში პასუხის გაცემის ნაცვლად გამეკეთებინა ლაივი, სადაც ვრცლად გავცემდი პასუხს მოკლედ იმ კითხვებს, რაც პირადში მომწერეს და რაც ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც იქნება საინტერესო. თქვენც დამიწერეთ კითხვები ლაივის დროს და თუ ისეთი ვრცლად გასაცემი პასუხი იქნება, თქვენც გაგცემთ პასუხს. მოკლედ, დღეს გვაქვს, მე მაქვს ახლა 6-7 კითხვა, რომელზეც პასუხებს გავცემთ, თქვენც დამიწერეთ და ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც გაინტერესებთ. არ მაქვს კონკრეტული თემა. იმედია, რომ ჩემი ხმა ისმის და პირველი, დავიწყოთ, ხო? პირველი, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ნახე. ძალიან ისეთი თემაა, ყველას რო აინტერესებს ხოლმე და მწერენ, ზოგადი კითხვა არის, ისმება ხოლმე, ხო, რომ როგორ დავიცვა საზღვრები. და მინდა რომ ამ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით მანანამ ისმისო, მადლობა. საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით მინდა რომ ბევრნაირი ფორმაა როგორ დავიცვათ, ისეს ბევრი გვილაპარაკია ამაზე, მაგრამ ეხლა კონკრეტული ერთი პასუხი მინდა მოგცეთ და ერთ კუთხით მინდა რომ შეგახედოთ. ნახეთ? პირადი საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ ადამიანებს ძალიან გამორჩებათ ხოლმე მხედველობიდან და რა არის ეს? ნახეთ? ინფორმაციის გაცემა. თუ გინდათ რომ საკუთარი პირადი საზღვრები დაიცვათ, სონია მოგესალმებით. არ გაცეთ საკუთარი პირადი ინფორმაცია. ის ადამიანი, ვინც საჯარო ადამიანია, მასზე იციან ბევრი რამე, ამიტომ ყველას აქვს უფლება რომ მის ცხოვრებაში ჩაერიოს, გამოთქვას აზრი, იმიტომ რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ეს არის ჩვენი კანონიერი კონსტიტუციური უფლება. ხო? მე შეიძლება ადამიანს სწინდეს, რომ რატომ არის ჭორები, რატომ ისმოვენ ესეთ კითხვას, რატომ ლაპარაკობს, ხალხი ჭრელია, ყველა სხვადასხვანაირად დაიწყებს საუბარს. შენ ვერ დაიცავ თავს, თუ კი შენი პირადი ინფორმაცია არის გაცემული. ეხლა რომ გადავიტანოთ ეს ჩვეულებრივ ადამიანზე, არასაჯარო პირზე, ნახეთ? ძალიან ხშირად ადამიანები დაჯდებიან და უყვართ მოყოლა საკუთარი პირადი ცხოვრების, მოყვებიან პირად ცხოვრებას, არ ვიცი, დედასთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, ვიღაც ადამიანთან და მერე ეს ადამიანი რომ იწყებს ამ პირად ცხოვრებაზე ჩარევას, ან რჩევების მიცემას, ან უაზრო რეპლიკებს, მე სწრინთ ხოლმე, რომ ეს ტუტუცი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ჩაერია. მოდი რას გეტყვით, იცით? პირველ რიგში თქვენ თვითონ დაუფიქრდით და არავითარ შემთხვევაში პირადი ინფორმაცია არ მოყვეთ. ძალიან ინდივიდუალურ, ძალიან უიშვიათეს ადამიანებთან, რომელსაც, არ ვიცი, საკუთარი თავივით ენდობით. ესეთი თქვენ ცხოვრება შეიძლება ერთი იყოს, ან ორი. ოკეი? ამიტომ ეცადეთ რომ არ გასცეთ ინფორმაცია. თუ ინფორმაცია საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე, საკუთარ შინაგან მდგომარეობაზე, თქვენს მიზნებზე, თქვენს პირად ცხოვრებაზე, თქვენს სამსახურზე თუ არ გასცემთ, ვერავინ შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში და თქვენი საზღვრები იქნება დაცული. ეს ეხებათ იცი ვის? წყვილებს. ხო? როდესაც წყვილი
იჩხუბებს და მე ეს თავისი ჩხუბის ეს ინფორმაცია გააქვს, არ ვიცი, კაცები მაიციან ხოლმე მიდიან სახლში და არ ვიცი, დედას ნათესავებს უყვებიან. ან ცოლი შეყვარებული შეიძლება გაიქცეს თავის მეგობრებს მოუყვეს, ნათესავებს, მეგობრებთან მოყოლა კიდე არა უშავს, ნათესავებს, დედებს, იმათ, ამათ. ეს ამ ადამიანებს, როცა თქვენ უზიარებთ თქვენს პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბავს, მერე უკვე ძალიან უკვე კეთილნებაზე ხართ დამოკიდებული, ვისაც უყვებით. იმ კეთილნებაზე ხდებით დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერი ადამიანი და როგორ მათ თქვენი ბედი, ასე ვთქვათ, მათ ხელშია და თქვენ ვეღარ გააკონტროლებთ ის ადამიანი, როგორ რამდენად ჩაერევა ურთიერთობებში და ასე შემდეგ. ხო? ამიტომ წყვილმა დაიცვა საკუთარი პირადი საზღვრები იმით, რომ არავის აბსოლუტურად არ რევთ თქვენს ურთიერთობაში და როგორ არ რევთ, იცით? ინფორმაციას არ ყვებით. აბსოლუტურად მინიმალური ინფორმაცია უნდა გაიცეს. არ ვიცი, რას აკეთებთ, რას გეგმავთ შვებულებაზე, როგორი ფარდები უნდა დაკიდოთ, როდის აპირებთ ბაზარში წასვლას, არ ვიცი, ბავშვები სად უნდა შეიყვანოთ სკოლაში. აი 1000-ნაირი რამეა. თუ არ, აი ნახეთ, კარგად დაფიქრდით. რა დონეზეც გინდათ, რომ თქვენი საზღვრები იყოს დაცული, იმ დონეზე უნდა შეიკავოთ თქვენი ინფორმაცია და არ გასცეთ. გესმით? თუ გინდათ, რომ აბსოლუტურად 0 იყოს ჩარევა, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ უნდა გასცეთ. საკუთარ სამსახურზე, რას გეგმავთ, რა ხდება თქვენ სახლში, თქვენს შვილებთან, თქვენს მეუღლესთან 0, ინფორმაცია 0, ხო? როდესაც თქვენი დედამთილები, სიდედრები ერევიან თქვენს ცხოვრებაში, ერევიან იმიტომ, რომ მათ ხელი მიუწვდებათ თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს პირად ცხოვრებაზე. ოკეი? თქვენს ვიდეოებს დაბალი ხმა ყურსასმენებით მოусმინეთ. კი, ციალა ეგრე გამოდის ხოლმე რატომღაც. მადლობა. რაზია ლაივიო? ნინო. ლაივი არის ზოგადი დღეს კითხვებზე პასუხი. დამიწერეთ კითხვები თქვენც თუ გაქვთ და პირად შეტყობინებებში ავარჩიე ის კითხვები, რომლებიც მგონია, რომ საინტერესოა, თან პირადში გრძელ პასუხს ვერ მივცემდი და ვაკეთებ ლაივს. პირველი კითხვა იყო, როგორ დავიცვათ საზღვრებიო და პასუხი არის, არ გაცეთ ინფორმაცია საკუთარ თავზე. თუ ოჯახი ყავთ, საკუთარ თავსა და ოჯახზე. აბსოლუტურად. ისწავლეთ თავშეკავება, ისწავლეთ არაყვეთ ვნებებს და არ მოყვეთ იმის შესახებ თუ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ოკეი? იმიტომ რომ თუ კი შენი პირიდან გავა ინფორმაცია, მეორე ადამიანი რომელიც გისმენს, მას უკვე უფლება აქვს, რომ ამის შესახებ უკვე ჩაერიოს, შენ უკვე ჩარიე ის, ხო? თუ კი შენ მოყევი, ის უკვე ჩაერია. მას აქვს უფლება და შენვე ჩარიე. ამიტომ ვერაფერს ვეღარ მოთხოვ. ხო? მესამე, ნახე კიდევ, მანიპულატორ ადამიანებს ძალიან მათი იარაღი, რომ შეგმართოთ შენი ცხოვრება, მათი იარაღი არის ინფორმაცია. ინფორმაცია ადამიანებზე, ეს არის უდიდესი იარაღი, რასაც შეიძლება ფლობდე. ამიტომ თუ შენ არ გასცემ საკუთარი ინფორმაციას, რამდენი გაქვს ხელფასი, როგორი გრაფიკით მუშაობ, რა ხდება შენ ცხოვრებაში, რას გეგმავ, რას ჭამ, არ ვიცი. ნებისმიერი, რაც ნაკლები ინფორმაცია გექნება გაცემული, მით ნაკლებად მოახერხებს ვინმე შენს მართვას. მით უმართავი და თავისუფალი იქნები. ოკეი?
სახელმწიფო რას აკეთებს? ნახეთ, ყველა ადამიანზე ინფორმაცია აქვს, ყველა თითოეულ ადამიანზე იციან ვინ რა განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებზე, ვინ რა სად დადის, ვინ ყავს მეგობრები, Facebook-ით ამოწმებენ, პირადად ამოწმებენ, ყველანაირ ინფორმაციას იძიებენ. რატო? იმიტომ რომ დასჭირდეთ რამეში, ეს ინფორმაცია აქვთ და ეს ადამიანი მართული იქნება, იციან, იცნობენ და ასე შემდეგ, ხო? ინფორმაცია არის ძალა, ძალა უფლება. ამიტომ მოუფრთხილდით საკუთარ ინფორმაციას. თუ თქვენ დადიხარ და ლაპარაკობთ, როდის რას გეგმავთ, როდის რას აკეთებთ, როდის გამოცდა გაქვთ, როდის ის, როდის ეს, თქვენვე არ ღვევთ პირად სივრცეს. როგორ გავხდეთ დისციპლინირებულები? მაშინ როცა ადვილად გვეფანტება გონება. იცი რა, გააჩნია ძალიან ბევრნაირი პასუხი შეიძლება ამაზე გავცეთ, გააჩნია ადამიანს თვითონ ინდივიდს რა. ნახეთ, აი ორი ტიპის ადამიანები არსებობენ ზოგადად რო ვთქვათ, ხო? ერთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც აქვთ აი ნებისყოფა აქვთ თანდაყოლილად, ეგ რას ნიშნავს? ხო, აი შეუძლიათ რომ ერთი დღე მოანდომონ და ერთი დღე რაღაცა აკეთონ, არ ვიცი, იკითხონ წიგნი, ხეხონ რაღაცა გადაარჩიო, მოკლედ რაღაცა ერთი დღე ან არ ვიცი თვეები, წლები ერთი და იგივე რაღაც საქმე აკეთონ რუტინულად და ეს ამის ნებისყოფა ეყოთ, ხო? და ეს რაღაც ნებისყოფიანი ხალხია. და არსებობენ ადამიანები, ვინც ნებისყოფა არ გააჩენ, აი არ შეუძლიათ დიდი ხანი, ბევრი ერთი და იგივე საქმის კეთება რუტინულად, ხო? ეს ნებისყოფა არ აქვთ, აი ჭკუიდან გადადიან. მაგრამ მათ შეუძლიათ რომ დისციპლინირებულად, ნახე, ყოველ დღე დისციპლინა რა არის? ყოველ დღე ერთი და ანუ შენარჩუნება ერთი და იგივე რაღაცის კეთება. ოღონდ აი თქვათ ვარჯიში, ყოველ დღე ვდგები ვარჯიში, ყოველ დღე ვდგები, არ ვიცი, პამინდორს ვჭამ, ყოველ დღე ვდგები ლოგინს ვალაგებ. ხვდებით? აი დისციპლინა ეს არის, ხო? ნებისყოფა არის რომ ჯდები და არ ვიცი, 22 საათი შემიძლია რომ თავი არ ავწიო და რაღაცა სამუშაო დავამთავრო. ხვდებით? ვიღაცას ეგ არ შეუძლია. აი, რაში ხარ ძლიერი? ამას აქვს მნიშვნელობა, უფრო ნებისყოფის კუთხით, თუ უფრო დისციპლინის კუთხით, ხო? ვინც ესეთი ტიპია, რომ მას დისციპლინა სჭირდება, დისციპლინა რა არის? ჩარჩოა ერთგვარი, ხვდებით? აი, უნდა ჩასვა შენი თავი ჩარჩოში, ხო? ეს გააკეთო, უნდა გქონდეს ეს რაღაცეები, ხო? მაშინ აი ეს კოუჩინგური მიდგომები დაგეხმარება, ხო? რომ აი, თქვათ, დაიწყე მარტივით. აი, მარტივი საქმით. ყოველ დღე ვდგები და ვალაგებ ლოგინს. მარტივია, ხო? და შენ თავი უნდა მიაჩვიო ამაში, ჩათვალე შეიძლება ერთი თვე აკეთე. მერე უკვე ეს ჩვევაში გადადის. ხო? ეს მოქმედება. ოკეი? და ნახეთ როგორ არის, აი გონება გვეფანტება, ეგ უკვე ნიშნავს, რომ აი სადღაც ნებისყოფა არ არის, ეს უფრო დისციპლინის ამბავი კი არ არის, ნებისყოფის უქონლობის ამბავია. აქაც იგივე, უნდა ავარჯიშო. ანუ ნახე, ეგ ნიშნავს, რომ შენ უფრო ძლიერი პირიქით დისციპლინაში ხარ. აი ყოველ დღე ასე ჩარჩოებში ჩაჯდე და ჰოპ აკეთო, ვიდრე დისციპლინა და აი დიდი ხანი რაღაცაზე გააჩერო გონება. ხო, ეს სხვა ტიპის ადამიანია. მაგრამ შეიძლება შენი ძლიერი მხარე ეგ არ არის, მაგრამ შეიძლება ამაშიც ამუშაო შენი თავი და გარკვეულწილად აი გამოიმუშაო ის უნარი, რაშიც დიდად ძლიერი არ ხარ, ხო? აი ცოტა პატარა ამოცანები დაუწესო საკუთარ თავს ყოველ დღე, ხო? შეასრულო და ოკეი, ნელ-ნელა მიეჩვევა. აი მონდომება სურვილი გადაწყვეტილება, აი ესე რჩევით ვერ მოგცემთ რა, აი სამუშაოა რა, აი ცხოვრებაა ეგ ფაქტიურად. აი შენს მაგივრად ვერავინ იცხოვრებსო, ეს ამბავია. რაც ნაკლებად გავცემთ ინფორმაციას, მით უფრო დაცულები ვიქნებით, უდაოდ, ზუსტად. ვერ ვისწავლე ენაზე კბილის დაჭერაო. ზუსტად, მოდით ეხლა კარგად დაფიქრდით, მარიამ და მიხვდით, რომ ეგ თქვენ ძალიან დაუცველად გამყოფებთ და თქვენზე
მანიპულირება ძალიან მარტივი იქნება, თქვენ ცხოვრებაში ჩარევას მარტივი იქნება, თქვენ ვერ დაიცავთ პირად სივრცეს, პირად ცხოვრებას ვერ დაიცავთ და საერთოდ პირადულ ვერაფერს ვერ დაიცავთ. თუ თქვენ არ შეინახავთ ინფორმაციას. რატომ ვნერვიულობთ ყველაფერზეო? არ ვიცი. შეიძლება რამდენიმე სახის იყოს, რომ აი თქვათ თუ ადამიანს შიში აქვს, შფოთვარე ადამიანია და გოთქოთავ აი ყველაფერში რაღაც შიშებს ხედავს და შფოთვებს, ესეც ადამიანის ტემპერამენტი, სტილია და ეს ეგეთი ადამიანია მაგას ვერ შეცვლი, უბრალოდ ამ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გააცნობიეროს და გარკვეულწილად თავისი ეს ნიშან-თვისება უნდა დაარეგულიროს, ხო? და მეორე შემთხვევაში არის რომ რაღაცა კრიზისია, რაღაცა მთავარი ამბავი კარგად არ მიდის და მე იმ მთავარ ამბავზე რომ მიდის ნერვიულობა, ეს შინაგანი განცდები გადატანილია რაღაც წვრილმან საქმებზე და იმათზე ხდება ხოლმე ყველაფერზე ნერვიულობა და რა ვიცი, განცდა, ხო? დიდი მადლობა ამ საუკეთესო რჩევებისთვის, უღრმესი მადლობა. ეხლა მეორე, შემდეგი კითხვა რაც მქონდა შემოსული, რაც ესეთი გულის ტკივილი გამოთქვა ადამიანმა, რომ ჩემი მეორე ნახევა, ჩემი მეწყვილეო, ხო, გამომითქვამს პრეტენზიებს, რომ მას თითქოს პირად სივრცეს ვუზღუდავ. ესეც ძალიან ხშირია, ხო, მოგეხსენებათ განსაკუთრებით ქალბატონებს, ხო, რომ ურთიერთობებში პირადი სივრცის შეზღუდვა ხდება, ხო, წყვილებში, ასე ვთქვათ. და მამაკაცები სულ აი იბრძვიან, რომ ეს პირადი სივრცე შეინარჩუნონ. ეხლა ნახეთ, უმნიშვნელოვანესია, ამას თავიდან აი როცა ახალი წყვილი ხარ, 1 წელი, 2 წელი ვერ ამჩნევ, აი სულ მის გვერდით გინდა ყოფნა. და რაღაც ერწყმებით ერთმანეთში, ხო? მაგრამ ეს შერწყმა ნიშნავს დაკარგვას საკუთარი თავის. ამიტომ გადის დრო და ორივე ადამიანი, აი ის ადამიანიც, ვინც მეორეს ზღუდავს, ისიც აღმოაჩენს, რომ მას საკუთარი პირადი სივრცე სჭირდება. და მე აღმოაჩენს, რომ ვაიმე, ნახე რა მიიღო ეს, რომ მეორეს უზღუდავდა პირად სივრცეს, პირველ რიგში მან თავისიც თავი შეზღუდა, იმიტომ რომ შენ თავი უნდა შეზღუდო, ჯერ რომ მეორე ადამიანიც შეზღუდო. შენ უნდა დაიჯდე სახლში, რომ მეორე ადამიანი სახლში დასვა. ხვდებით? და აი ამ გათვლებით აღმოჩნდა, რომ უკვე მე ერთმანეთს ზღუდავენ და თვითონ გახდები შეზღუდული. აღმოაჩენ, რომ ჰოპ საკუთარი თავი შეგიზღუდია და ძალიან მოგინდება თავისუფლება და ვეღარ გაბედავ, ვეღარ გააკეთებ. ყველაფერი აგერევა და აი ისე გამოჩნდება, რომ თავისუფლება მოუნდა, ეხა რა უნდა ამას, ხო, ეჭვებს გამოიწვევ. ამიტომ იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პირადი სივრცე ყველას მოუნდება. უბრალოდ რომ იყო საკუთარ საქმეში, საკუთარ მეგობრებთან, საკუთარ მარტოობაში, ხვდებით? და მე აი ამ პირადი სივრციდან შეხვდებით ერთმანეთს და წყვილი და ეს შეხვედრა უკვე მონატრებული და აი ნახეთ, ვნება რატო ქრება ხოლმე, იცით? აი ერთმანეთს რომ გადაეჯაჭვება ორი ადამიანი, ხო? ითქვიფება, კარგავენ სახეს, აი ერთი ხდება მეორე და მეორე ხდება პირველი, ხვდებით? აი ერთი და იგივე ხდებით, აი ვეღარც ხედავ, აი მეორე ადამიანს ვეღარ აღიქვავ, რომ კარგად გამოიყურება, ცუდად გამოიყურება, თითქოს აღარ არსებობს ეს, რომ აი ცუდად გამოიყურება თუ კარგად, ნახეთ? და აი სხვა ადამიანი იკარგება და ვნება გაქვს ხვის მიმართ, რაღაცა ობიექტის მიმართ, გესმით? ის ადამიანი ასევე ობიექტი უნდა დარჩეს, ქმარი ცოლი შენი ობიექტი უნდა დარჩეს, ის შენ არ უნდა გახდე. პირადი სივრცე ფაქტიურად ამას გაძლევთ, რომ მერე შეხვედრა მოხდეს და ის დაინახო როგორც სხვა, როგორც ობიექტი, როგორც ვიღაც უცხო, ხო? და ეს
ნება ეს სიყვარული, ეს ემოციები შენ არ ჩუნდეს ხანგრძლივ პერიოდში, ხო? სულ ერთად ყოფნა, სულ ერთმანეთის ყურება, ხვდებით? ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს კამათს, მოწყენილობას, არ ვიცი, მოწყენილობისგან სიკვდილს, მაგას თავდანებე კამათებს, უთანხმოებას, საკუთარი თავის დაკარგვას, ვეღარ ანვითარებს საკუთარ თავს და მთელ რიგ პრობლემებს. მე ერთ-ერთი მოინდომებს ამ წყვილთაგან, რომ წავალ მე გავიქცევი პირადი სივრცე მომინდა, მეორე რჩება, მეორეჯერ ვერ მიხვდა რომ მოუნდა, მე დაუწყებს ჩხუბს, რომ აი შე რატო მოგინდა, მიდის ეჭვები, მოკლედ. ყველაფერი ირევა და ყველაფერი ქაოსშია. ამიტომ თავიდანვე იცოდეთ, აი ქალებს მოძდით ხოლმე ეგეთი რამ, რომ მამაკაცებს ჩაებღაუჭებიან, ეჭვიანობენ, არ უშვებენ ძმაკაცებთან, მეგობრებთან, საქმეებზე, იქ, აქ და ამ კაცს შეზღუდავენ, შებოჭავენ, საკუთარ თავს ხო ბოჭავენ, სახში სვავენ და მე აი წლების მერე 5 წლის, 6 წლის მერე უცებ აღმოაჩენენ, რომ აღარ უნდათ აგრესია აქვთ ან ქმარზე, მოწყინდათ შებოჭილი ცხოვრება, მოუნდათ მეგობრებთან გასეირნება, კის-კისი, ახალგაზრდობის გახსენება, რაღაცა და არაფერი არ აქვთ. ეს ყველაფერი ამოიწყვიტეს საკუთარ თავში. და რატომ? იმიტომ რომ ის მეორე აი შიშით, იმის შიშით, რომ იმას არ ვენდობი და ვაიმე რაღაც არ და თავისუფალ სივრცეს თუ მივცემ ის მერე იმას მე არ ვენდომები, ამის შიშით საკუთარ თავისუფლებაზე ამბობთ უარს. ამიტომ იცი რა, თავისუფალმა ადამიანმა უნდა აგირჩიოთ რა, ამბავი ეგ არის. კი, ორი წყვილი ერთმანეთს ხვდება ხოლმე უფრო როგორ აი დანაკლისები აქვთ მათ რაღაცა პირადი მოთხოვნილებები და ის მეორე გივსებს ამას, ახს ერთმანეთს ავსებთ, ხო? შეავსებ და აი გავსებულები ხართ, ხო? მაგრამ შეიძლება განვითარდეთ და ეს დანაკლისი აღარ გქონდეს. და თუ იმდენად აღარ გაქვს ეგ დანაკლისი, რომ ის მეორე ადამიანი შეიძლება აღარც დაგჭირდეს, უკვე სხვა ტიპის ადამიანი დაგჭირდეს, ხვდებით? მაგრამ თუ კი ესე მოხდა, ხო? ის მეორე ვერ განვითარდა, ვეღარ შეავსეთ ერთმანეთი, ეგ უკვე დაშორების გარანტიაა ფაქტიურად, ხო? ორივე უნდა განვითარდეს, თავისუფლებასაც მიაღწიონ ერთად, იმ თავისუფლებაში კიდე ერთმანეთი შეავსო, ხვდებით? აი ეს არის აი როგორც ცხოვრება რა, აი როგორც ერთი ინდივიდი ადამიანი სულ ვითარდებოდეს, ხო? ისე ურთიერთობა უნდა ვითარდებოდეს. თუ თქვენი, აი ნახე დაუკვირდით, თუ თქვენი ურთიერთობა ერთ დონეზე გაიყინა, ესე იგი ის მოკვდა. ხელოვნურად ყინავთ ერთ ადგილზე. აი როგორც 1 წლის წინ იყავით, თუ ისევე გრეხდება ყველაფერი თქვენს ურთიერთობაში და არაფერი შეცვლილა. ესე იგი გაყინეთ, 1-2 წელი, ხო, რაღაც აი 2-3 წელი უნდა ცვლილება, იცვლება ურთიერთობები, იცვლება 4-5 წელი, ოკეი. ხო? ესე იგი უბრალოდ მოკვდა თქვენი ურთიერთობა, ან თქვენც აღარ ვითარდებით, ან თქვენ შეიძლება ერთი ვითარდება ცოტა, მაგრამ ამ ურთიერთობას არ ავითარებთ. ურთიერთობა მოგიკვდათ, თქვენ აქ ხართ, ამას ხელოვნური შეხვედრა გაქვთ, ხო? ესე არ გამოვა. უნდა გააცოცხლოთ ურთიერთობა, ანუ ესე იგი ახალი ადამიანები, ის თქვენი ცვლილებები შეიტანოთ, ურთიერთობაც მერე ცოცხლდება. ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობაში სიახლე შეიტანოთ, ხო? შენ თუ შეიცვალე, ნუ შეგეშინდება, რომ ეს ცვლილება შეიტანო მეორე ადამიანთან, რომ იცი რა, მე უკვე ესეთი გავხდი, ოკეი? იმა უნდა მიგიღოს, მე ისიც, მართლა, ოპა, ეხა ცოტა ისე გაშარჯებულად ვამბობ, მაგრამ ოკეი, სტატუს quo ვისაც უნდა რომ გაყინოს ურთიერთობა, ის უბრალოდ აი შიში აქვს და აი ინარჩუნებს რაღაცას, გაყინა ყველაფერი და всё, აი ეს არის, შვილები მყავს, შვილები მყავს და всё რა, გავყინოთ ეგ მდგომარეობა, მეტი არაფერი არ მინდა. და სულიერი კავშირი გაქრა, არ არის. ოკეი? მარტოა ხალი, იძახის, მარტო ვარ. ქმარი კი მყავს, მაგრამ მარტო ვარ, იმიტომ რომ სულიერი კავშირი არ არსებობს. არ არსებობს ეგ მომენტი, იმიტომ რომ ურთიერთობა გაიყინა სადღაც, ეს ორი ადამიანი სხვაგან წავიდნენ. და არ შეგეშინდეთ, ეხლა სხვაგან გადავედი, მაგრამ
ეგეც პირადი სივრცის ამბავია. ადამიანი ვითარდება როგორც ურთიერთობაში, ასევე ცალკე პირად სივრცეში ვითარდება. და მე მათ შეხვედრა აქვს, ეს შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. კარგი, წავიკითხავ ახლა, როცა სამსახურში ნევრებს გვაგლიჯავენ, რა ვქნათ, მაგრამ თან არ გვინდა გამოცვლა. ელზა, ნახეთ, თუ თქვენ სახელმწიფო ან რაღაც სისტემაში მუშაობს, ეს სისტემა არის და ნუ იქ სხვა ხალხიც მუშაობენ, ბევრი ხალხი და უფროსი ყავთ და ასე შემდეგ, ხო? თითქმის აი ეს კოლექტივში მუშაობა არ არსებობს, არ ვიცი, ეს იდეალური მოცემულობა ამ ყველაფრის, ხო? სისტემას თავისი წესები აქვს, სადაც მუშაობს, შენ იმას უნდა დაემორჩილო. იქ სხვადასხვანაირი 1000 ხალხი არის. ნახეთ, ჩვენ ვირჩევთ მეგობრებს, ადამიანები ცხოვრების გზაზე. მეუღლეებს. ეგ ორი გვაქვს არჩევანი. ვერ ვირჩევთ დედებს და მამებს, ვერ ვირჩევთ ნათესავებს, შვილებსაც ვერ ვირჩევთ. რასაც ვერ ვირჩევთ, ეგ მოცემულობაა და ხვდებით? ჩვენ ვერ ვირჩევთ ასევე თანამშრომლებს, თუ ეგეთ სამსახურში უმუშაობთ, ხო? ის თანამშრომელი საიდანაც მოხეტიალ და მუშაობს, ოკეი? და დიდი ალბათობით ან არ მოგეწონება, ან შეუთავსებელია შენგან, ხვდებით? დიდი ალბათ, რომ ყველა, ნახეთ, 20 კაცი მუშაობთ სამსახურში. ყველა რო ერთმანეთს ეთავსებოდეთ, ეგ იქნება გასაკვირი. რო არ ეთავსებოდეთ, ეგ არ არის გასაკვირი. ხვდებით? ამიტომ აი შეძლების დაგვარა, უნდა მოერგო, ადაპტაცია გააკეთო, შენი პირადი საზღვრები დაიცვა, აი ეს, დაიცავი პირადი საზღვრები. არ გასცე ინფორმაცია, არ შეხვიდე კონტაქტში. თუ გინდა რომ ამ ინტრიგების ხლართვაში არ ჩაგაბან, ხო? აი ამაზე იფიქრე. თუ უფროსით საშინელია, ნუ აი რა გითხრა, რთული მოცემულობაა და რაღაც ასაკიდან, უკვე ადამიანს უნდება რომ აი მარტო მუშაობდეს, აი არ ყავდეს უფროსი რა, ეს ისეთი რამეა, რომ რა გითხრათ. ძალიან პოზიტიური ხარ, მიყვარს თქვენი მოსმენა. კაცებს, რომლებსაც ცვლილებები არ უნდა და აშინებთ, მაშინ რა ხდება? ქრისტინა. ოკეი. კაცებს ცვლილებები, იცი რა, კაცებს ცვლილებები უყვართ ნელა, ხო? უფრო თავიანთი გონებიდან, თავიანთი გადმოსახედიდან უნდა გაჭვრიტონ, თვითონ შეაფასონ საფრთხეები და ასე შემდეგ, ხო? ხშირი პრობლემაა ეგ ქალების. და ქალი უფრო შეიძლება მოქმედი, აი კაცებთან მიმართებაში უფრო ბევრი პასუხისმგებლობის საკითხი დგას, ვიდრე ქალებთან. მამაკაცების ცხოვრება ამათთან დაკავშირებით ამ კუთხით გაცილებით რთულია ხოლმე, ხო? ვიდრე ქალების, იმიტომ რომ მამაკაცი უნდა ჯერ ერთი მამაკაცი რომ მამაკაც ხვდება, ორი კაცი, ისინი ყოველთვის აკონტროლებენ თავიანთ სიტყვებს, რომ რამე ისეთი არ წამოწდეს, თორე საქმე მივა ცემატყეპასთან, ხო? ქალს ეს დაბრკოლება არ აქვს. აი, ქალს ბევრი დაბრკოლება არ აქვს ცხოვრებაში. აი, ბევრი უაზრო პასუხისმგებლობა, რაც მამაკაცებს თავზე აყრიათ, ეს ქალებს არ აქვთ. ამიტომ ქალი შეიძლება უფრო მარტივად რაღაცებს წყვეტდეს, ხო? პლუს ამას ნახეთ, ქალს წვრილმანები და დეტალები უფრო მარტივად გამოზდის ხელეწიფება და შეუძლია დაინახოს წვრილმანი საფრთხეები, წვრილმანი რაღაცები და მოაგვაროს. მამაკაცისთვის წვრილმან დეტალები ისინი ძალიან უჭირს, არ არის ამაში ძლიერი, ხო? ამიტომ ეს დიდ მიზანს რო დაისახავს, იმ დიდი მიზნისთვის მიდის, მაგრამ აი ამ დროს ქალს რო უნდება რომ მოდი ესეც გავაკეთოთ და პრობლემა რო არა აქვს ქალს, ხო? მამაკაცს ეს არ შეუძლია, მამაკაცს ის ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმას რაღაცა გზა აქვს არჩეული, ხო? ამიტომ ეს ურთულდება ამ რაღაც, აი გონებაში აი გადახარშვა ურთულდება. ამიტომ უკან იხევს, არა?
თვითონ უნდა გაიაზროს, ხო, ბრმად ხო არ წამოყვება. და აი ეს პრობლემა არის ხოლმე, უბრალოდ თავისებურების პრობლემა დგას ხოლმე, რომ აი ქალს უნდა რომ დავაი ეს გავაკეთო, ხედავ რომ მაგარია, ესეც მაგარია და კაცი არა, მოიცა არ მინდა ერთი წამი, დაიცა არ მინდა, დავფიქრდეთ, განსაკუთრებით პასუხისმგებელი ადამიანი დავფიქრდეთ, გეუნე. უპასუხისმგებელი გამოყვება. დავაი, მიდი, ხო? პასუხისმგებლიანი ფიქრობ, მოიცა და ეს მოიცაც უჭირს, იმიტომ რომ მაგაზე რომ დაფიქრდეს, ტვინს უჭირს ეს წვილმანების ეს რაღაცების მოფიქრება, ხვდებით? ანუ შენ ხარ ამაში ძლიერი ქალი, ხო? ამიტომ არ ვიცი გამოსავალი რა არის. ალბათ ყველამ თავისი რაღაცა აიღოს, საკუთარ თავზე აიღოს, რაც შეუძლია. ხვდებით? აი თუ კაცი ვერ მოყვება, ვთქვათ, რაღაც ცვლილებაზე, არ მოყვება. არიან ისეთი კაცებიც, აი ძალიან რა ქვია მაგ სიტყვას, არ უყვარს სიახლეები რა, ან ძალიან ნელა და ეს დაფიქრებულად მიდის, ხო? ვერაფერს გაუკეთებ, დამთავრდა. ერთადერთი გზა ეგეთია ეს კაცი. всё. ერთადერთი გზა არის, რომ შენ თავზე აიღო რაღაცები, იმას ვერ გააკეთებინებ და შენ თვითონ რაღაცები გააკეთო ასე თუ ისე. ხო? ანუ მაშინ ეგ. როგორ დავძლიო სიზარმაცეო? სიზარმაცე ისეთი რაღაცაა, ნახეთ, აი რაღაცა მიზეზი დევს, რატო არ ვაკეთებთ. ეგ უნდა მოვძებნოთ. შეიძლება არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ უაზრო რაღაცა და ანუ აი რატო გავაკეთო, არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ან არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მეშინია, რომ არ გამომივა. ხო, აი მიზეზი, რა დევს სიზარმაცის მიღმა. ჯერ ეს აღმოაჩინე, ხო? ძალიან მიყვარხარო, მადლობა. თქვენ ერთი ვიზიტი რა აღირსო, ძალიან მინდა. 80 ლარია კონსულტაცია თამო. პირადში მომწერეთ. მოკლედ. შემდეგი მოდი მამაკაცებზე საუბრობ და გავაგრძელოთ, ხო, მაშინ შემდეგი კითხვა იყო, რომ აი ურთიერთობებს ეხლა ვიწყებ, ახალგაზრდა ქალი მწერს, ეხლა ვიწყებ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობებს და იქნებ აი ის red flag-ები მომწეროთო, რაც აი უნდა დავაკვირდეო ადამიანსო. ნუ ოკეი. რამდენიმე ჩამოგითვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცთან მიმართებაში, რითიც ფასდება მამაკაცი და მნიშვნელოვანი რაღაცეები მოკლედ რა. პირველი, ნახე, რასაც არ უკვირდებით ხოლმე და რასაც უნდა დაუკვირდეთ ქალებო, როცა მამაკაცებთან ურთიერთობას იწყებთ. უნდა დაუკვირდეთ ეს მამაკაცი როგორ ექცევა სხვა ადამიანებს. მეგობრებს, მეზობელს, იქ ტაქსის მძღოლს, გამყიდველს, თავის ძმაკაცს, თანამშრომელს, ანუ როგორ ექცევა, არა მარტო შენ როგორ გექცევა, არა. სხვა ადამიანებს როგორ ექცევა. უმნიშვნელოვანესი მომენტია. ბევრ რამეს აღმოაჩენ. დააკვირდით, თუ გინდა რომ მისი პიროვნება ნახოთ ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობს და ვინ არის, პირველი დააკვირდით, როგორ ექცევა ხალხს. მარი, გამარჯობა. მერე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ, ხო? რასაც ზოგი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და ზოგი თუ აქცევს ყურადღებას რაღაც ზედმეტად გამძაფრებულად, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კონკრეტული ადამიანი აკეთებს თუ არა თქვენ, ну, დასაწყისში არა, მაგრამ უკვე რო ურთიერთობა გაღრმავდება, აკეთებს თუ არა თქვენს აღიარებას, აი გაღიარებთ თუ არა, განიჭებთ თუ არა სტატუსს. თუ ადამიანი გაურბის თქვენდამი სტატუსის მინიჭებას, რომ ვინ ხარ? არავინ იცი, აი ჩვენ უბრალოდ ძალიან მოგწონს ერთმანეთი, მე შენ გაღმერთე, ბლა ბლა ბლა. არა, მეგობრებო, მან უნდა დაგარქვას, რომ შენ ხარ ჩემი შეყვარებული, ჩემი საყვარელი ქალი ხარ, ვთქვათ.
ანუ შენ ხარ ჩემი საცოლე, ცოლი, ხო, არ ვიცი. თუ ერთად ცხოვრობთ, უნდა მოგცეს სტატუსი. ეგ ნიშნავს, რომ უკვე ეს მამაკაცი შენზე იღებს პასუხისმგებლობას და უკვე ამ ურთიერთობას ის ხელს კიდებს, ასე ვთქვათ, ის პასუხისმგებლიანად გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. თუ შეამჩნევთ, რომ მამაკაცი თავს არ იდებს აი ამ სტატუსის მინიჭებას, აღიარების მინიჭებას, რომ შენ ხარ აი ჩემი აი დამთავრდა, აი განიჭებ, ხო, რომ ხარ, გაღიარე, რომ ჩემი ცოლი ხარ, თქვათ, ხო? მეუღლე ხარ. ამ შემთხვევაში ის დიდი ალბათობით თუ ხედავთ, რომ აი თავგზას გიბნევთ და არ უნდა და გაურბის ამ ყველაფერს, ამასთან მიწოლას აზრი არ აქვს, რომ გინდა თუ არა და მე ეს უნდა გავხდე და მომიყვანე ძოლა და დროზე და აზრი არ აქვს, ხო? ეს არის წითელი ხაზი თუ დროშა, რაც გინდათ ის თქვით, ხო? აუცილებლად დაუფიქრდით ამ ყველაფერს, ხო? მნიშვნელოვანი დეტალია და თავს ნუ მოიტყუებთ. ეგ. მერე, შემდეგი. რას აკეთებთ თქვენთვის? საქმე. ეხლა ნახეთ, ქალებს გვიყვარს სიტყვები. მითხრას კარგი სიტყვები, შემაქოს, როგორ მოვენატრე, როგორ ვუყვარ, ბლა ბლა ბლა. გვიყვარს, გიждებით ყველა ქალი. მაგრამ აქ ვტყუდებით ხოლმე, ხო? სიტყვებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს მამაკაცთან მიმართებაში. მამაკაცი არ არის მეტყველი არსება, ხვდებით? პირი, ქალები ვართ ეს მეტყველი არსებები. მამაკაცი ეგეთი არ არის. მამაკაცი არის გამკეთებელი, მოქმედი არსება. მან საქმით უნდა დაინახოთ, რომ მას უყვარხარ და შენთვის რას აკეთებს და ასე შემდეგ, როგორ გექცევა. მოგცევა, მოქმედებას დააკვირდით და არა სიტყვებს. მამაკაცი, რომელიც სიტყვები გახსნილი აქვს, რომ მიყვარხარ და ქალღმერთი ხარ და ბლა 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 ბლა. ოკეი? დიდი ალბათობით ეს არის მატყუარა კაცი და ამ სიტყვებს უმარტივესია მისთვის ამის ლაპარაკი. ხო? დაუკვირდით საქმეს. თუ ის 1000 რამეს გპირდებათ, კოშკებს გიგებთ, ხო? მაგრამ საქმით, რა ვიცი, არაფერს დონეზე არ ხართ, ხო? გპირდება და მაინც არაფერ დონეზე ჯერ არ ხართ, უნდა საკუთარი თავი გამოაფხიზლოთ ამ კუთხით. და კიდევ შემდეგი მნიშვნელოვანი წითელი დროშა, ეს არის, როცა ვიცნობთ უკვე აი ახალ ეტაპზე, უნდა დააკვირდეთ, რამდენად ასრულებს საკუთარ სიტყვას. აი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გეუბნება და აკეთებს, შეკპირდა, შეასრულა, სიტყვა თქვა, გააკეთა. თუ ესე არ არის, აი არ ვიცი, ძალიან გაგიჭირდებათ რა. ანუ კაცი თავის სიტყვის კაცი უნდა იყოს. ტყუილა კი არა ეს გამოდის სიტყვის კაცი. თავის სიტყვას უნდა ასრულებდეს, იმიტომ რომ კაცი უნდა იყოს საყრდენი, ძლიერი, ხო? ჩვენ ვეძებთ ძლიერს, ყარს, რა კარგი ქმარი მყოლიაო, მარი. კი, მარი. შენ ძალიან კარგი ქმარი გყავს. ნამდვილად. ყარი, რომელიც საკუთარ სიტყვა, ანუ ასრულებს საკუთარ სიტყვას, ძლიერია, ეს გვინდა ყველას კაცისგან, ხო? ამიტომ თუ გაიცანი მამაკაცი და ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, შეკპირდება, დაავიწყდა, დამთავრდა. ნუ შეხვალთ და გააღრმავებთ ამ ყველაფერს. 1-2 ხა პატარა გადაცდენა, ოკეი. როგორ დავაძლევინოთ ბავშვს ღამის 6 და ღამე ძილში ტირილი 8 წლის, მადლობა. ნათი, ნახეთ, მე არ ვარ ბავშვთა ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომ აი ძალიან კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ამიტომ ჯობია რომ ბავშვთა ფსიქოლოგთან მიმართოთ. ერთი რაც ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ასაკში, არ ვიცი, ბიჭია, აი ძალიან აი ზუსტად ამ ასაკიდან, ამ ასაკში შემოდის შიშები ბავშვებში, ხო? სხვადასხვა სახით, უფრო ღამის კოშმარების სახით, ან შეიძლება ისეც რაღაცების ეშინია, ხო? ეს აი თითქოს ბუნებრივი მოცემულობაც კი არის ხოლმე, ხო? გაჩნია რა სიმძაფრის არის,
ხო? და ამიტომ შეიძლება დიდად განსაკუთრებულად საში არ იყოს. აი, გააჩნია რა სიძლიერის არის ეგ შიშები. მე ყველაფერს რომ ვუკვირდები, იმიტომ ვარ მარტო. ოკეი. ბავშვი, როცა ბავშვობაში დიდი სტრესი გადაიტანა, ეს სტრესი მოქმედებს 40-50 წლის ასაკში, როცა ადამიანი ნერვიული, აგრესიულია, იმ ბავშვობის დროს მიღებული სტრესის ბრალია თუ ბევრი წამლების ფონზე იმან გაიარა და სულ სხვა რამის ბრალია. ბიჭია, ხო, ბიჭებს უფრო ხშირად აქვთ ხოლმე. ნახეთ როგორ არის თქვენზეა საუბარი. შეიძლება ადამიანს სტრესები გაიარა და წამლებიც სვა, მაგრამ წამლები არ ნიშნავს სტრესი, აი ტრავმის განკურნება წამალს არ შეუძლია, წამალი ტრავმას არ კურნავს, წამალი ხელოვნურად არეგულირებს რაღაცებს და გიხსნის სტრესის ფონს, კარგად ხდის, რაღაცა შფოთვებს დაწევს, ის ეს, მაგრამ წამალი ანიშნავს, რომ ტრავმისგან განიკურნა ადამიანი, ხო? უფრო რა თქმა უნდა, შესაძლებელია და დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ თუ ძალიან დიდი სტრესები გადაიარა, აი რთული ბავშვობა ვისაც აქვს, ძალიან რთული ბავშვობა, ის ადამიანი ფაქტორად, აი ყველა ვარიანტში რაღაც პრობლემა აქვს, რომ იზრდება, ყველა ვარიანტში, ხო? ან ნევროზი, ან რაიმე სიმპტომი, დაავადება, ან დამოკიდებულება სასმელზე, ნარკოტიკებზე, ყველა ვარიანტში რაღაც პრობლემაში იჩენს თავს. ყველა აი არ მყავს ნანახი ადამიანი და აი გამომეხმაუროს თუ ვინმე ესეთია, რომ ბავშვობის ძლიერი სტრესები და ტრავმები ჰქონდა და ის აბსოლუტურად ჯამრთელია. შეიძლება ჯამრთელი იყოს, დიაგნოზი არ ჰქონდეს, მაგრამ სერიოზული პრობლემები გამოიარა მაინც და გადალახა და ეხლა კარგად არის, ხო? მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც კი დიდი სტრესი იყო, ხო? მაშინ აი უფრო ფსიქოთერაპია რა. უნდა ეგ სტრესები გადახარშო, აი ის რაღაც ემოციები შენ თავში მოინელო, ხვდები, აი ეგ ყველაფერი. მაგრამ შეიძლება დღესაც სტრესია, ხვდებით? ამას ვერ იტყვი. აი შეიძლება ბავშვობაში იყოს სტრესი, მაგრამ დღესაც საკუთარ თავს ცხოვრებას დააკვირდი. დღესაც სტრესში ხომ არ ხარ, ხვდებით? რა უნდა გააკეთოთ ადამიანმა ურთიერთობაში მარტო რომ არ იგრძნონ თავი, როგორ გამოასწორონ სიტუაცია. თუ ურთიერთობაში მარტო გრძნობ თავს, ეგ შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ თუ ჯერ არიყავი, არ გრძნობდი და მერე იგრძენი რაღაც დროის მერე, ეგ შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ ერთმანეთს, წყვილი ერთმანეთს გაეთიშეთ რაღაცნაირად და ვეღარ დაამყარეთ კავშირი. ან შეიძლება მეორე სიტუაცია იყოს, რომ უკვე შენ ძალიან ჩამოყალიბებულმა ადამიანმა გაიცანი მეორე ადამიანი, შენ უკვე შენს მარტოობაში გამაგრებული ხარ და მიჩვეული და შენ უკვე შენ თავი ეგრე დაფორმულილე, იმ მეორე ადამიანმაც და ერთმანეთს შეხვდით და იმ შეხვედრის დროსაც თქვენი მარტოობები მიიტანეთ ურთიერთობაში და ამ შემთხვევაში შენ ამ მარტო, აი ზოგ ადამიანმა უნდა ისწავლოს, აი უბრალოდ ისწავლოს პარტნიორობა, ზოგმა არ იცის, აი იმდენად მარტოსულია, იმდენად მარტო ადამიანია, რომ პარტნიორობა წყვილში ვერ იქნები თუ პარტნიორობა არის, თუ ეს შეთამაშებული ცხოვრება არ იცი და არ ისწავლე, ხო? და შეიძლება შენ მიიტანე იქ შენივე მარტოობა. მაგრამ თუ მე აღმოჩნდი მარტოობაში, მაგრამ ეგ არ იყო თავიდან იქ მარტოობა არ იყო და მე აღმოჩნდა, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება მეორე ადამიანმა დატოვა ეგ ურთიერთობა უკვე, მაგრამ ფიზიკურად ჯერ არ დაუტოვებია
ან გაიყინა თქვენი ურთიერთობა რაღაც ეტაპზე, მაგრამ როდესაც უკვე იზრდები, აი ასაკში მიდიხარ, მაინც მარტო ხარ ადამიანი ყოველთვის. თუ გინწყვილი, მეწყვილე ყავდეს, ხო? კი, შეიძლება იდეალური ურთიერთობამდე მიხვიდეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მარტოობა მაინც ყოველთვის არსებობს და ეგ უნდა შეიყვარო რა, არ ვიცი. კი, დიდი სტრესი იყო. რა შეიძლება მოვიაზროთ ძლიერ სტრესად? აი, როდესაც ბავშვზე ხდება ძალადობა, ფიზიკური, სექსუალური, ცემენ, ან ეს შეესწრო ძალადობას, დედის, მამის, მოხდა პატარა ბავშვის მიტოვება, აი დიდი სტრესები ბავშვობაში, გამუდმებული ცემა, დამცირება, ან მის თავზე გადახდა პატარა ბავშვს, ან ამის შემსწრე იყო. რა მიზეზით შეიძლება ადამიანი თავს იყენებდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში, რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი? რთულ და სტრესულ სიტუაციაში იცი რა, ზოგ ადამიანს ეს მოცემულობა მუშაობს ზოგ ადამიანში, რომ აი ნახეთ, შეიძლება რაღაც ისეთ სიტუაციაში იმყოფება ადამიანი, რაშიც წესით არ უნდა იყოს. გრძნობს, რომ აი იქ არაცნობიერ დონეზე, მისმა არაცნობიერმა გონებამ იცის, რომ არასწორ ადგილზეა. და ნახეთ, მაგრამ ცნობიერად იქ არის. ნახეთ, არაცნობიერი გონება იწყებს მუშაობას, ერთგვარი, აი დამანგრეველ მუშაობას და ანგრევს იქ მოცემულ სიტუაციას, იმიტომ რომ იქ არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ხო? ან რაღაცა ცვლილება არის საჭირო. და შენივე თავი ანგრევს იმ შენივე დალაგებულ სიტუაციას, რომ რაღაცა ისე ვერ არის. ხვდები? აი უნდა წასასვლელი ხალ მაქედან რა. და ამბობ რომ რატო ვანგრევ ჯანდაბა, რას ვაკეთებ, ხო? რატო ვირთულებ ცხოვრებას? რომ რაღაცა შესაძლებელი იყო. ეგ ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი კიდე არის უფრო ისეთი რთული, როდესაც ადამიანს აი სტრესული ცხოვრება აქვს და ვერ ადაპტირდე, აი თვითონ კი არ ქმნის დალაგებულ ცხოვრებას, ხო? აი შექმნეს, ან აღმოჩნდა, ან რაღაც, მოკლედ, აი გაუაზრებლად მიდის ამ ცხოვრებამდე და აი თავისი არ არის რა და იზით, აი ნახე, ძალიან დასტრესილ ადამიანებში ზოგჯერ სტრესი გამოვლიშ, აი ადამიანი ეძებს საფრთხეს, ადრენალინს ეძებს, იმიტომ რომ როცა მსუბუქი ცხოვრება სიმშვიდეა, ის ვერ გზნობს, რომ ცოცხალია, თუ ზაფრი ემოციები, თუ მის ირგვლივ, არ ვიცი, თეფშები არ ბზრიალებს და სახურავი არ ინგრევა, ვერ გზნობს სიცოცხლეს და გონია, რომ არ ვიცი, კვდება, იღუპება და ქმნიან, აი ეძებენ ადრენალინს და აი სიმძაფრეს, ემოციების სიმძაფრეს და აი ამ ყვირილში, წივილში, უბედურ დანგრევაში გზნობენ, რომ ცოცხალია, აი საშინელ ძაფრად ვდით, გაგრძელდა, ოკეი. ცოტახანი მირეკავდნენ და გაითიშა რატომღაც. ხო? აი როდესაც ადამიანი მაგალითად თვითდაზიანებას მიმართავს ხოლმე, ხო, ეს კიდევ ცოტა სხვანაირი რაღაცაა, მაგრამ აი ისერავენ სხეულს, ხო, იზიანებენ სხეულს, ხო, იმიტომ რომ ისეთ ტკივილს განიცდიან სულიერს, რომ ეს ფიზიკური ტკივილში გადაგაქ შენი სულიერი ტკივილი და აი იმას გრძნობ და ცოტა ხანი გარბიხარ ამ სულიერი ტკივილიდან, ხო, აი სხვადასხვა პასუხები შეიძლება იყოს სხვადასხვა ადამიანის ისტორიიდან, ხო? და ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც შემოვიდა, თუ ამაზე მოდი შემდეგზე გავაკეთებ, ხო, ძალიან გაგვეწელება. მოკლედ, დავასრულოთ ნელ-ნელა, გამარჯობა, ნერვიულობა იწვევს სხეულის დაბოჯებას, რომელ სპეციალისტმა მივმართო, ვისი პაციენტია? ნერვიულობა, თეა, შფოთავს, ხო? გაჩნია. ანუ შეიძლება შფოთვის სიმპტომი იყოს, შეიძლება რამე უფრო რთული, ხო? უფრო მეტი სიმპტომი. ყველა ვარიანტში ან უნდა მივიდეს ფსიქიატრთან, ან ფსიქოთერაპევტთან. ჯობია პირველი მივიდეს ფსიქიატრთან. რამე წიგნი ან ლექციები შეგიძლიათ გვირჩიოთ პარტნიორულ ურთიერთობების სასწავლად.
რა ვიცი, გამოცდილება. ხო, მოვიფიქრებ, ნინო. მოკლედ, დიდი მადლობა. შიშები შფოთვითი. ხო, ოკეი. მაშინ რაღაცა შფოთვითი აშლილობის რაღაცა დიაგნოზი შეიძლება იყოს, რამდენი ხანია. ფსიქიატრთან მივიდეს და მე დიდი ალბათობით ფსიქოთერაპევტთან რომ ისწავლოს მართვა რა. ხო? კიდე ერთი პატარა რაღაცას გეტყვით. დადიხართ ნევროპათოლოგებთან, ხალხო, თუ რამე ფსიქიკური პრობლემა არსებობს, უნდა მიხვიდეთ ფსიქიატრთან. დღესდღეობით საქართველოში ისევ შემორჩენილია შიში ფსიქიატრების, მაგრამ ფსიქიკური ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი ნევროზი და ასე შემდეგ არის ფსიქიატრის საქმე და არა ნევროპათოლოგის, ხო? სწორ ადგილზე მიდით, რომ სწორი დანიშნულება მიიღოთ. ხო? დიდი მადლობა, რომ ისმენდით და შემდეგ გავაგრძელოთ.